დაიწყო პრეზიდენტის ხარჯების ოპტიმიზაცია. დღეიდან სააკაშვილს ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმება მოუწევს. მარტო 800,000 ლარი საქართველოს ბიუჯეტს პრეზიდენტის სასახლის განათების გამო აქვს გადასახდელი. დღესვე ცნობილი ხდება, რომ თითქმის ამდენივე, ანუ 9 მილიონი დოლარი სააკაშვილის მარტო მეორე თვითმფრინავის შენახვისთვის იხარჯებოდა. მალე გავიგებთ პირველი თვითმფრინავის ხარჯებსაც. ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს მის გვერდით სახელმწიფო კანცელარიის მე-11 სართულზე გადასვლას ურჩევს. სააკაშვილის ხარჯების შემცირებით გამოთავისუფლებული თანხები პირველ რიგში სოციალურად დაუცველებს მოხმარდებათ. ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის დათვლილი, რამდენ მილიონს ხარჯავდა საკუთარი მოქალაქეების გადასახადებიდან ყოველთვე საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტის სასახლე, რომლის მხოლოდ ელექტრომომარაგება ბიუჯეტს 800,000 ლარი უჯდება, შესაძლოა უფუნქციოდ დარჩეს. ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს ახალ სამუშაო ადგილს სთავაზობს. ერთი სართული დავლა, აქაც არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეზიდენტის ოფისი, ლიფტიც არის მისი, იგივე ფართობით, რაც ჩემი პრემიერ-მინისტრის პარტია. და გეთილინებოს და გადმოვიდეს და ის სასახლე მომავალში, როგორც ქვეყნის პირველ პირს მე მეკუთვნის და მე არ ვაპირებ იმ სასახლის სარგებლობას. პრემიერის აზრს იზიარებს თავდაცვის მინისტრიც. ალსანი აცხადებს, რომ პრეზიდენტის დამატებითი თვითმფრინავით უზრუნველსაყოფად ყოველთვიურად 800,000 ლარი აღარ გამოიყოფა. ვერ მივცემთ თავს უფლებას, რომ პრეზიდენტის ტრანსპორტი, როგორც არის თვითმფრინავი, გამოყოფილი იყოს თვეში 800,000 ლარი. ეს ჩვენი გადმოსახედიდან არასწორი ხარჯია, არამიზნობრივი ხარჯია. ქვეყნის პირველი პირის რეზიდენციაში გაწეული ხარჯის მიზნობრიობაში ეჭვი არ ეპარებათ. პრეზიდენტის პრეს-სპიკერი რეზიდენციის საკითხს ქართული დემოკრატიის შემადგენელ ნაწილად განიხილავს. შენობა, სადაც ფუნქციონირებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, არ გახლავთ მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის კუთვნილება, ეს გახლავთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირება ყველა ცივილიზებული ქვეყნის დემოკრატიის ნაწილია. საქართველოს შემთხვევაშიც ეს ჩვენი ქართული დემოკრატიის ნაწილია. საპარლამენტო უმცირესობაში პრეზიდენტის ხარჯებთან დაკავშირებით საუბარი არ სურთ. არ საკითხზე მე არ ვაკეთებ კომენტარს. 2004 წელს ახლადარჩეული პრეზიდენტი სააკაშვილი წინამორბედს ხალხმრავალი დელეგაციებით უცხოეთში ვიზიტებს უწუნებდა და აცხადებდა, რომ ღარიბი ქვეყნის პირველ პირს მსგავსი ფუფუნების უფლება არ ჰქონდა. პრეზიდენტის რანგში მაშინ სააკაშვილის პირველი ვიზიტი სამგზავრო თვითმფრინავის ეკონომ-კლასით შედგა. თუმცა მას შემდეგ წლებია, რაც პრეზიდენტი მხოლოდ პერსონალური თვითმფრინავებით მგზავრობს.